პროპაგანდის მანქანა, რომელიც მუშაობს ტელევიზიების სახით და არა μόνο ტელევიზიების სახით, მოდი კუთვნილები იყოთ, იგივე TikTok ჩანელები, Facebook-ი, Instagram-ი, გვთავაზობს ყოველდღე ახალ ინტერპრეტაციას იმ სახეებზე, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ძალაუფლებაში. თან ეს ოდესღაც არის ქართული ოცნების მმართველობა. შორეული პერსპექტივა კი არ არის, ანუ 1820 წელი კი არ არის, 2020, 2016, 2019 არის პირობითად, ხო? პრეზიდენტი მარგულაშვილი, მოდი ამით დავიწყოთ. მოვიდა სრულიად ბიძინაიმაშვილის მხარდაჭერი და უცებ გახდა მტრის ხატი. სალომე ზურაბიშვილი მოვიდა ბიძინაიმაშვილისა და ქართული ოცნების ღია მხარდაჭერით და უცებ გახდა რაღაც უცხოური გავლენის აგენტი. იგივე პრემიერი გახარია, ხო? იგივე პრემიერი კვირიკაშვილი, რომლებიც სრულიად კეთროვნება ჩერაცხეს პირდაპირ გაგებით. ანუ ეს ძალიან ესეთი კარგი ქართული სიტყვა, კეთროვნებად რო უნდა შერაცხო ვიღაცები. იგივე ხდება თუნდაც სხვა მაღალჩინოსნებზე, ხო, რომლებიც ყოფილან ქართული ოცნების ხელისუფლებაში, დიპლომატები, რომლებსაც შენ მიეცი დიპლომატიური საქმიანობის საშუალება, უცებ გახდნენ უცხო ქვეყნის აგენტები და თან გეღიმება როგორც მახვილ დამკვირვებელს ამ ყველაფერს, მაგრამ თან ხვდები რაოდენ დიდი ბოროტება არის, იმიტომ რომ ხვდები რომ ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად რეჟიმს ემსახურებიან, ისინიც ამ ხორცის აკეპ მანქანაში აღმოჩნდებიან და ისინიც ერთ მშვენიერ დღეს შეირაცხებიან deep state-ის აგენტებად, რომლებიც კაცმა არ იცის ვინ არიან,